მოგესალმებით ღვთისმშობლებო, ამ ვიდეოში გავიგებთ თუ როგორი იყო ღვთისმორწმუნე ადამიანების თვალსაზრისი მარხვაზე და როგორ მარხვას იწონებს ღმერთი. ვიდრე საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლიიდან მოიყვანა აი ამ არგუმენტებს, მანამდე შევიხსენოთ რას ნიშნავს მარხვა მართლმადიდებლური სწავლების თანახმად და არა ბიბლიის თანახმად. და შემდეგ ვნახოთ ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთისმსახურების და თავად უფლის თვალსაზრისი მარხვაზე. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, აგერ დავუთავ პატარა ფოტოსაც, მარხვა ნიშნავს გარკვეულ კალენდარულ დღეებში, განსაზღვრული დროით, გარკვეული საკვებისაგან თავშეკავებას, რათა მოხდეს ეგრეთ წოდებული განწმენდა, რომელიც ადამიანს დაეხმარება უფალთან დაახლოებაში. მაგრამ არ სწავლის იგივე საღვთო წერილი. აქვე მინდა მოგიწოდოთ მათაც, ვინც ახლა პირველად ისმენთ აი ამ ვიდეოს, შემოდით იესოს ფოტოზე დაწკაპუნებით, გახსენით ყველა ვიდეოს ნახვის ფუნქცია და მოისმინეთ ამის წინა ვიდეო რგოლით, სადაც მოვიყვანე არგუმენტები იესოს ცხოვრებიდან, ეგრეთ წოდებული დიდი მარხვა, რატომ შეურაცხყოფს და რატომ არ ეთანხმება საღვთო წერილში მოცემულ მოვლენას, როცა იესო 40 დღეღამე გასული იყო უდაბნოში, თუ რისთვის იყო იქ იესო სინამდვილეში გასული, ამას გაიგებთ გასული ამის წინა ვიდეო რგოლიდან. ახლა ვნახოთ თუ რასთან ასოცირდებოდა მარხვები ბიბლიურ დროში, ეს ხდებოდა სულ რაღაც სამი მიზეზის შემთხვევაში ხოლმე. განვიხილოთ ეს მონაკვეთები და ვნახოთ ძველ აღთქმაში იონა წინასწარმეტყველის წიგნი, მესამე თავის 1-დან 10-ის ჩათვლით მონაკვეთშია საუბარი. მე ჯერ დავუხთავ აგერ მესამე თავის 1-დან 4-ის ჩათვლით მოხდს. აქ ჩანს, რომ სამყაროს შემოქმედი, უზენაესი ღმერთი, თავის წინასწარმეტყველ იონას აგზავნის ქალაქ ნინევეში, რათა იმ ქალაქში სასტიკ და მოძალადე მაცხოვრებლებს ამცნოს უფლის განაჩენი, რომ იმ სისასტიკის, სადიზმის და ძალადობის გამო, რაც ნინევეში ხდება, თლიანი ქალაქი იქნება აღგვილი მიწისაგან პირისა. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ახლა როგორ გამოეხმაურნენ აი ეს ნინეველები უფლის წინასწარმეტყველის ქადაგებას. და ვნახოთ შემდგომი გაგრძელება, ეს არის უკვე 5-დან 10-ის ჩათვლით მონაკვეთი. აი ამ მონაკვეთიდან გარკვევით ჩანს მარხვის მიზეზიც, ჩანს მარხვის არსიც და რაც მთავარია, ჩანს შედეგიც. თუ რას მიაღწიეს ნინეველებმა მარხვის შედეგად, იკითხება ეს მეათე მუხლიდან. მათ ფაქტიურად უზენაეს ღმერთს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ნინევეს განადგურება, ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს, გადააფიქრებინეს და ეს მოხდა მათი მხრიდან გულწრფელი მარხვის საფუძველზე. მეათე მუხლი ასე იწყება, ხო, შეხედაო ღმერთმა მათ საქციელს, რომ ნინეველებმა შეინანეს თავიანთი საქციელი, რის საფუძველზეც დაინახა ღმერთმა, რომ მათ ეს სინანული, აი ეს ცუდი საქმეების გამო მათ მოთქმაში გაატარეს ფაქტიურად მთელი დღე. გულწრფელად ნანობდნენ თავიანთ ქმედებას, თავიანთ ცოდვებს. აქედან კარგად ჩანს, რომ მარხვა ასოცირდება სინანულთან ჩადენილი ცოდვილი საქმის გამო და არა კონკრეტულ კალენდარულ დღეებში, კონკრეტულ დროთა, აი დროით გარკვეული ცხოველური საკვებისაგან თავშეკავებაში. აქ მეშვიდე მუხლს თუ ვაკვირდებით, აქ ჩანს, რომ ისინი საკვების შერჩევაში კი არ იყვნენ, აი რა არისო სამარხო საჭმელი და რა არ არის სამარხო, ან მწვანე ლეული ვჭამოთო და ხორცეულს არ გავეკაროთო. მათი გონება საკვების გარშემო არ ტრიალებდა თუ ვაკვირდებით, არამედ იმ საქმეებზე ფიქრით და სინანულით იყო დაკავებული, რასაც არ იწონებს უზენაესი. და აი ამგვარად მათ გამოხატეს გულწრფელი, წუხილი, სინანული თავიანთი ცოდვების გამო. და როდესაც ადამიანები ჩადიან ხოლმე საერთოდ ცოდებს და თავს იტეხავენ ხოლმე უამრავ ტკივილს, აი ცუდი შედეგები ცხოვრებაში რო უდგებათ, ხშირად თავიანთი ეს შედეგებია იმის გამო დამდგარი, რომ რაღაც ცნებებს არ ღვევდნენ უფლის პრინციპებს და იმან მოუტანათ მერე ეს შედეგი, ხო, აი ელემენტარულს ვიტყვი, მაგალითად სიგარეტის კოლოფსი აწერია, რომ კლავს, ხო? სიცოცხლე მოგცა ვინ? უფალმა. შენ ამ სიცოცხლეს თუ არ უფრთხილდები და ეწევი, სამედიცინო აგერ თვითონ გიწერს, ხო, ეს მედიცინა, რომ არ შეიძლება მისი მოწევა, კლავს, ადრე თუ გვიან აღმოგაჩნდება რაღაც მომაკვდინებელი და მერე გვიანი იქნება. და ვინც ამას ყურად არ იღებს, ხო, ელემენტარული მომყავდა, ეს არის ელემენტარული. და როცა ღმერთი გიგრძალავს, რომ შენი სიცოცხლე უნდა დაიცვა, გაუფრთხილე, არა მარტო შენი, არამედ სხვის სიცოცხლეც, რადგან ეს არის უფლისგან ზღვენი და თუ არ უფრთხილდები მას, ვინ არის დამნაშავე, ხო? ეს ერთი ძალიან პატარა მაგალითი მოვიყვანე და როცა ესეთი ცუდი მტკივნეული ტანჯველი შედეგები დგება, ამაში უფალი არავინ არ უნდა დაადანაშაულოს, რადგან ყურად არ იღებდნენ ღმერთის იმ წესებს, იმ პრინციპებს, რომელიც მოცემული გვაქვს ჩვენი სიცოცხლის დასაწვავად.
და ეს ეძლევათ ხოლმე მე სუფთა სინდისი ესეთ ადამიანებს, ვინც გულწრფელად ნანობენ თავიანთ ქმედებებს და ცდილობენ ხოლმე რომ შეცვალონ მე თავიანთი ცხოვრება, მიატოვონ ხოლმე ის მავნეჩვევები თუ ის ცოდვები, რომელიც არ არის მისაღები უფლისათვის. და თუმცა მარტო მარხვაში არ ხდება, ეს ხდება ლოცვებშიც, ლოცვებიც დამხმარეა ასეთ დროს, როცა პატიებას ითხოვ, მარხვის დროს პარალელურად აუცილებელია ხოლმე ლოცვები, აბა ცალელა მარხვა არაფერს არ ნიშნავს, თუ ლოცვებში არ არის ადამიანი და ეს მე მიდევს ჩემს გვერდზე თუ შემოხვალთ 50-დან დაწყებული აი ამ ბოლომდის, აი ამ მარხვის ვიდეომდის, სულ ეს ლოცვის საკითხები მაქვს განხილული, ასე რომ შემოდი ჩემ პირად გვერდზე თუ აქამდე არ შემოსულ ხარ და მოისმინე ყველა ეს ვიდეო რგოლი. და როცა ადამიანი საერთოდ ასეთ დროს თავს დაიმდაბლებს, დამწუხრდება თავისი ცოდვის გამო, იმდენად რომ ლუკმაც კი აღარ გადასდის ხელში, აი ამას ქვია სწორი მარხვა, რომელიც უფლისთვის მოსაწონია. ნუ რა თქმა უნდა, თუ კი აღარასოდეს დაუბრუნდება ხო მომნანიებელი შემდგომ იგივეს გაკეთებას, იგივე ცოდას. და გვახსოვდეს რომ ის არაა მარხვა, რაზეც მიდის ახლა კამათები ასეთ დროს ხო, იმის თაობაზე თუ რა გეჭმება, რა არ გეჭმება და მოდის დონემდე რომ აიყვანეს მარხვის დღეები. სწორედ აი ეს მეწარმეებიც ეშმაკურად მიმართავენ ხრიკებს ხოლმე და აწერენ პროდუქტს, სამარხო ხინკალი, სამარხო ნამცხვარი და მთელი ადამიანების გონება, რომელიც აცხადებენ რომ მარხვაში არიან, მათი გონება აი ამ საჭმელ სასმელზე ტრიალებს, რომელია სამარხო და რომელი არ არის სამარხო. ასე რომ როგორც ნახეთ, მარხვა ეს არაა საკვების არჩევა-შერჩევა კონკრეტულ კალენდარულ დღეებში, არამედ ეს არის ღვთისაგან პატიების მიღების მიზნით სინანულში და წუხილში ყოფნის დრო. ნახოთ კიდევ ერთი შემთხვევა ისრაელის მეფის დავით მეფის ცხოვრებიდან, რომელმაც იმრუშა 200 წოლთან და აი ამ რუშობის შედეგად მათ შეეძინათ შვილი. ნახოთ როგორ შეეხო უფლის ხელი, როგორ აი ამ ცოდვის გამო აი ამ ბავშვს და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. მეორე მეფეთა წიგნს თუ ნახავთ ძველ აღთქმაში, მე-12 თავის 15-დან 18-ის ჩათვლით მუხლებს დავორთავჯერ. ეს მარხვა, რომელიც აქ არის აღწერილი, არ შეისმინა უფალმა, იმიტომ რომ ეს იყო დავითის ცოდვის შედეგი. და ღმერთი საერთოდ არავის არ არიდებს თავისი ჩადენილი ცოდვის შედეგებს. სინანულში, როცა არის ადამიანი და ლოცვებში, აი ამ დროს პატიების ნიშნად ღმერთი თავიდან კი არ გარიდებს თქვენ ჩადენილი ცოდვის შედეგს, არამედ გაძლევთ ძალას, წმინდა სულს, რომელიც ადამიანურ ძალებს აღემატება და აი ამ ძალის დახმარებით გადაგატაინებთ იმ მწარე შედეგებს, რომელიც საკუთარი დაუფიქრებლობით, ღვთის ნორმების უგულებელყოფით მოუტანეთ საკუთარ თავს. და თუ კი მე მართლა გულწრფელად ნანობთ და ლოცვებშიც სთხოვთ პატიებას, ამ დროს გაძლევთ უკვე წმინდა სულს ამ ცუდი შედეგების გადასატანად. ნახოთ ახლა მაგალითად გაგრძელება ამ მონაკვეთისა 19-დან 23-ის ჩათვლით, აქედან ჩანს რომ დავითიც მიხვდა, რომ არ იყო ღმერთისთვის მისაღები მისი ეს მარხვა. აქ ჩანს კიდევ ერთი დეტალი, მიაქციეთ ყურადღება 23 მუხლიდან, რომ აზრი არ აქვს მიცვალებულებისთვის მარხვას. ასეთი მარხვები მიუღებელია უფლისათვის, იმიტომ რომ მე სხვა ვიდეოში შევეხი, როცა მიცვალებულებზე მქონდა ვიდეოები, რომ ყველა მიცვალებულს თავისი ცოდვები უკვე ეპატია, იმიტომ ისინი როდესაც კვდება ადამიანი, მას ყველა ცოდვა ეხსნება ავტომატურად, წერია ეს იკითხება ბიბლიაში და მე განხილული მაქვს სხვა ვიდეოში. ასევე ვიგებთ სხვა დეტალებსაც. მართალია დაგვიდით, აქ დავითმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მას ეჭვი არ შეუტანია ღვთის აი ამ სამართლიანობაში. ეს იკითხება მე-20 მუხლში, აგერ შემოხაზულიც მაქვს, რომ მან კლავაც თაყვანისცაო უფალს, როგორც სამართლიან მოსამართლეს. თუმცა აი ამ მონაკვეთიდან ჩვენ გვაინტერესებს უფრო მარხვის არსი, ხო? წინა მონაკვეთს თუ დაუბრუნდებით, იგივე რაც იყო აქ შემდეგი 15-დან 18-ის ჩათვლით, აი ამ მონაკვეთს დავორთავისევ, აქედან გამომდინარე დავითი პატიებას ელოდებოდა აი ამ მარხვის საფუძველზე, რომ იქნებ ბავშვი არ მომკვდარიყო. მაგრამ მისი ეს მარხვა უფლის ნების საპირისპირო იყო, როგორც თქვით, და ამიტომ არ შეისმინა მისი ეს მარხვა. ასევე მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დადგენილი ყველა ის ეგრეთ წოდებული საეკლესიო მარხვებს რო ეძახიან, არა ღვთის ეკლესიის და სამოციქულო ეკლესიის მიერ დადგენილი. ისინი არაა უფლის ნების შესაბამისი მარხვები. ამიტომაც არასოდეს იქნება პასუხგაცემული და შესმენილი. ეს აქედანვე უნდა იცოდეთ ყველა. ბიბლიიდან ვიგებთ იმასაც, რომ ადამიანები სხვა მიზეზითაც მარხულობდნენ. მარხვა არა მარტო ჩადენილი ცოდვის სინანულის გამო ხდებოდა, არამედ მაშინაც, როდესაც
სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ადამიანებს. ასეც მე გასულ ვიდეოშიც ვისაუბრე, როდესაც ISO გავიდა 40 დღე ღამის განმავლობაში უდაბნოში და როცა რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილების მიღებას ცდილობს პიროვნება და სასურველი შედეგის მიღწევა უნდა, როცა გინდათ ესეთი სასურველი შედეგის მიღწევა უფლის დახმარებით, რომ თქვენი გადაწყვეტილება აკურთხოს უფალმა, ჩაერიოს თქვენს აი ამ კონკრეტული საქმეში თუ გადაწყვეტილებაში თავისი ძალით და ანგელოზებით თუ საჭიროა და სიბრძნით აგავსოთ. სწორედ აი აქ ამის თაობაზე მინდა ახლა ერთი ასეთი მონაკვეთი გაჩვენოთ, ასეთ მარხვასაც რა თქმა უნდა ასეთი მარხვის დროსაც არ კეთდება არჩევანი ჭამაზე თუ რა გეჭმება, რა არ გეჭმება, არამედ კეთდება კონცენტრირება საკითხზე. და იმდენად ხდება კონცენტრირება, რომ ლუკმაც კი შეიძლება არ გადაგივიდეს, ხო? ყელში. ბიბლიაში არის ასეთი წიგნი, მაგალითად ესთერი. ეს დედოფლის სახელი გახლავთ და აი ამ მოცემულ შემთხვევაში ებრაელი ქალწული ესთერი ხდება სპარსეთის მეფის ახაშვეროშის ერთ-ერთი ცოლი. ახაშვეროში იმ პერიოდში გამოსცემს ბრძანებას, რომლის თანახმადაც ადარის მე-13 თვეს მის სამეფოში იუდეველები უნდა ამოეწყვიტათ. და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავიდან რომ აერიდებინათ აი ეს სისასტიკე და ეთნიკური წმენდა, დედოფალი ესთერის მოთხოვნით იუდეველებმა მიმართეს მარხვას, რათა უფლისაგან სასურველი შედეგი მიეღოთ და თავიდან აერიდებინათ აი ეს მკაცრი სასჯელი, რომელიც სპარსეთის მეფის მიერ უკვე გადაწყვეტილი იყო და ბრძანებაც უკვე გამოქვეყნებული იყო. ნახოთ ეს მონაკვეთი თუ რას ვსწავლობთ აქედან. ესთერის მეოთხე თავის 15-დან 17-ის ჩათვლით მონაკვეთს დავურთავ. აქაც ხედავთ ხო მარხვის მიზანს. მათი აქცენტი იმაზე არ არის გაკეთებული თუ რა ეჭმებათ და რა არა. მათი მიზანი შედეგზე იყო ორიენტირებული, რომ უფალი ჩარეულიყო ამ უსამართლო ბრძანების შესაჭერებლად. და როგორც შემდეგი მონაკვეთებიდან ვიგებთ, შემდგომ არ დააყოვნა უფალმა, იგი ჩაერია მათ გადასარჩენად და იმაზე მეტად აკურთხა იუდეველები, ვიდრე მათ მოითხოვეს აი ამ მარხვის მეშვეობით. და ვიდრე მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ღმერთი დაეხმარებოდათ, იმაზე მეტად გაუწიათ დახმარება. და ეს უკვე თავად შეგიძლიათ წაიკითხოთ, მე ამაზე ახლა აქ დროს აღარ გამოვყოფ, ეს ისტორია. სულ რაღაც 4 ფურცელია, რაღაცა 7 გვერდია, სულ შეგიძლიათ შემოხვიდეთ, 10 თავისგან შედგება ეს წიგნი ესთერი და გადაშალოთ ბიბლია და თქვენს ბიბლიაში წაიკითხოთ. თუმცა აი ამ დროს, როგორც უკვე ვთქვი, მთავარი იყო რწმენა, რომლითაც ისინი მარხულობდნენ. მართლმადიდებელ სამყაროში კი მარტო ადამიანებმა დაიწყეს მარხვები არა იმ მიზეზით, რაზეც ვისაუბრე ზემოთაც და არა რწმენით, არამედ მოდის გამო. ყოველწლიურ აი ამ გარკვეულ კალენდარულ დღეებში კონკრეტულ შერჩეულ დღეებში ცდილობენ არ მიიღონ ის საკვები, კონკრეტული საკვები, რომელიც დადგენილი აქვთ მათ და აკრძალული აქვთ. ეს რა თქმა უნდა თვალთმაქცური მარხვებია და უფალი არც კი უყურებს ზედ ასეთ მარხვებს, ეს უნდა იცოდეთ აუცილებლად, რადგან მარხული ადამიანი, ვისაც უნდა რომ მიიღოს პატიება უფლისაგან, ან ხელმძღვანელობა, თავადაც ასეთივე უნდა იყოს სხვების მიმართ, რასაც უფლისაგან ითხოვს და მოელის. რომ სხვებიც მისგან უნდა მოელოდნენ მსგავს საქციელს, ქმედებას, რასაც უფლისგან მოელის, ხო, მარხული. თუ ადამიანი ბოროტია, უსამართლოა, ჩაგვრელია, რასაც ეს დღეები ვადევნებთ ჩვენს ქვეყანაში, თვალს, ხო, ამ პოლიციელების ფორმაში გადაცმული ჯალათებს და მათ ვინც ამ დავალებებს იძლევა ზემოდან, ხო? თუ ესეთი ადამიანი, ხო, ნინეველებისგან განსხვავებით, ასეთი ადამიანები, ვინც არ აღიარებენ თავიანთ ცოდებს და არ იცვლებიან უკეთესობისაკენ, გინდ იმარხულონ და გინდ არა, ხო, არა აქვს მნიშვნელობა. საკვებზე აქცენტის გადატანა, ეს მეჭმება, ის არ მეჭმება, აი ამ დროს ერთი მეორეს რას აღარ აკადრებენ, შეურაცხყოფაზე აყენებენ და ასეთ თვალთმაქცებზე იესომაც გაამახვილა ყურადღება და აგერ ნახოთ ახალ აღთქმაში, მარკოზის სახარების მე-7 თავის 18-დან 23-ის ჩათვლით მონაკვეთს დავურთავ. რისი გაგება შეგვიძლია აქედან? ვისაც გაჯერებენ ახლა, რომ თუ ესე იგი რაღაც აკრძალულ კალენდარულ დღეებში რაღაცას შესჭამთ, რაც აგიკრძალეს, ხო? მაშინ თქვენ შეიბილწებითო, შებილწავთო საკუთარ თავს, ხო?
მიაფარეთ ეს მონაკვეთი თვალებზე. იესოს ეს სიტყვები, მარკოზის სახარების 7:18-დან 23, როგორც თქვი, ხო? რას ამბობს აქ იესო? კარგად დააკვირდით, რა ბილწავს ადამიანს და რა არ ბილწავს. იესო მაგერ გამიჯნა ერთმანეთისაგან. თუნმე იტყვის ეხლა იესოზე მეტი ესმის, ან იესოზე მეტი ეთქმის, ასეთებთან საერთოდ საუბარიც არ ღირს, ხო? მე ვამბობ, მათზე ვისაც სწამს იესოს სიტყვები, ვისთვისაც ეს იესოს სიტყვები ავტორიტეტულია. და აგერ კიდევ დაურთავ აქვე მათეს სახარების 6-დან აი მე-6 თავის მე-18 მუხლს მიაქციეთ ყურადღება. აქაც იესო ამბობს, ვის უნდა ეჩვენოთ მარხულად, როცა მარხულობთ, არც კი უნდა გაახმაუროთ, რომ მარხულობთ. არავინ არ უნდა იცოდეს ამის შესახებ, იმიტომ რომ თუ სხვას ეუბნები, ესე იგი იმ სხვისგან გინდა ხო დახმარება. მარხვა ეს არის, რომ შენ თუ გინდა რომ ზეციერი მამისგან მიიღო დახმარება, შენ ეჩვენეო ზეციერ მამას, აგერ იესო გეუბნება მე-18 მუხლში. და დააკვირდით, რომ მარხვა, აი ამ მარხვის საპასუხოდ ღმერთმა უნდა გიპასუხოთ. აი ამ თქვენს მარხვაზე და თქვენს ლოცვებზე ზეციერმა მამამ უნდა გიპასუხოთ, არა იესომ, არა ანგელოზებმა, არა ეგრეთ წოდებულმა მამაოებმა თუ ასე შემდეგ. უნდა გაგცეთ პასუხი თქვენს მარხვაზე ზეციერმა მამამ და ის უნდა მოგაგოთ, რასაც თქვენი მარხვით ცდილობთ რომ მიაღწიოთ. აქ ეს აზრი